გამარჯობა, მოგესალმებით სულ ყველას. მოდი დღეს განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა. ისევ ამ დასტით მიყვარს ძალიან ეს დასტა. დავარქვათ ამ საჯარო გაშლას. დავშალოთ ხო? მოდი ვნახოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამჟამად. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამჟამად? თქვენ შორის თქვენს ურთიერთობაში ამჟამად რა ხდება? ჩაიფრთხილეთ სახელები და გვარები, დაბადებისწლები, თვეები და რიცხვები და მოდი ვნახოთ. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამჟამად? ოკეი, დავიწყეთ. და მოდი განვიხილოთ სათაუდეს არკანები. ფონად გვაქვს ჩვენ პენტაკლების დედოფალი. და გავყვები და მე გეტყვით რა გვაქვს შემდეგი არკანები, ხო? პენტაკლების დედოფლიდან გამომდინარე დასდღეს ფონად გვაქვს ჩვენ მოცემული, ხო? ეს ურთიერთობა ამ ეტაპზე თითქოს აგებულია სტაბილურობაზე, რუტინაზე, მატერიალურ ან პრაქტიკულ საკითხებზე, ხო? დედოფალი პენტაკლების ენერგია იძლევა იმ რწმენას, რომ თითქოს ყველაფერი მყარად არის, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ანუ გარეგნული სტაბილურობა, ხო? შეფუთული სიტუაციიდან გამომდინარე რაც ხდება ხოლმე, ხო? ასევე თუ ამ ფონს რეალურად შეხედავ როგორც პარტნიორის გვერდით არსებულ სხვა ქალს რეალურად, ხო? მაშინ ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ქალი, რომელიც მის ცხოვრებაშია, შესაძლოა პარტნიორი, შესაძლებელია იყოს მისი მეუღლე, უკავია ცენტრალური, ასე ვთქვათ, მთავარი ადგილი და ქმნის გარკვეულ ჩარჩოს, რომელშიც თქვენი კავშირი უნდა, ასე ვთქვათ, ესე რა, შეეტიოს, ხვდებით? ეს მდგომარეობაა დღესდღეობით ფონიდან გამომდინარე. როგორც ასეთი პირველი ხაზის არკანები, რაც არის, ეს არის კოშკი. ვეღარ ავკრიფე. ცხრიანი თასები და ხუთიანი ხმალი. აი ესეთი ტრიო გვაქვს. კოშკი, ცხრიანი თასები და ხუთიანი ხმალი, რას მიგვითითებს, ხო? რეალურად კოშკის არკანი მეუბნება იმას, რომ თქვენი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, განიცდის მოულოდნელ რღვევებს, დარტყმებს და ასე ვთქვათ, რაღაცად უნდა გამოფხიზლდეს, ანუ ხვდებით ხო, რაღაცნაირად უნდა დაიძრას ადგილიდან ეს თქვენი ურთიერთობა. რეალურად შეიძლება იყოს კონფლიქტი თქვენ შორის, ან ემოციური ნგრევა, მდგომარეობა, სადაც ილუზიები იშლება და გრჩება მხოლოდ აი ეს შიშველის სიმართლე, რომელიც არის რეალურად, ხო? ცხრიანი თასებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ რყევისა, ხო, და ნგრევებისა თქვენს ურთიერთობაში რაც ხდება, თქვენთვის ერთისთვის ან ორივესთვის, ან შესაძლებელია მისთვის, ხო, ურთიერთობა მაინც კომფორტულია, თქვენთან მას ეკომფორტულება ყოფნა, ხვდებით? ეს არკანი მიუთითებს რაღაცნაირად თვითკმაყოფილებაზე, ემოციურ, ესე ვთქვათ, კმაყოფილებაზე და სასურველი ენერგიის მიღებაზე, რასაც ეს პიროვნება თქვენგან იღებს, მაგრამ ხშირად როგორც ასეთი, ხო, ეს ეგოისტური კმაყოფილებაა, ხვდებით? ანუ ცხრიანი თასებს მე ყოველთვის ეგოისტური კმაყოფილება დააღვიქვა, ხვდები? აი საკუთარი ინტერესები რო წინ წამოწეული, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, მის თავს ემსახურება, ხო? ხუთიანი ხმლები რეალურად ასმევნება, ხო? ანუ თქვენი ენერგია, აი ასე ვთქვათ, თუნდაც ურთიერთობის ეს ენერგია ხუთიან ხმას ყოველთვის აღვიქვამ, აი ცოტა არ იყოს მოდუნებული არის, ანუ ამ არკანიდან გამომდინარე, რაღაც დაპირისპირებებშია, ხვდებით? ანუ შეჩერებულია, გაჩერებულია, გაჩუმებულია, ხო? რაღაცნაირად შესაძლოა თქვენ გზნობთ, რომ ვითარება თუნდაც გაიყინა, ხო, ამ არკანიდან გამომდინარე, აი რაღაცნაირად ემოციური დისტანცირებაა თქვენ შორის, ხო? რეალურად ურთიერთობაში მოხდა, ან ხდება თუნდაც ამ ეტაპზე ემოციური რყევა, ან ბზარია ამ ურთიერთობაში, თუმცა პიროვნებამ შესაძლოა, ასე ვთქვათ, არჩია თქვენთან დისტანცირება და თვითკმაყოფილება ნაცვლად იმისა, რომ რამე შეცვალოს რეალურად, ხვდებით? ანუ იმდენად, ასე ვთქვათ, თავის თავზეა ორიენტირებული და იმდენად თავის თავზეა, ასე ვთქვათ, შეყვარებული ეს პიროვნება, რომ აი რაღაც კომფორტის ზონის რყევა არ უნდა ამ პიროვნებას, ხო? თუნდაც არც თქვენთან, არც იქ, ანუ დისტანცირდა თქვენთან იმ დონეზე, რა დონეზეც მას აწყობს რეალურად, მაგრამ მაინც იმ კმაყოფილებას და იმ კარგ ვიბრაციებს თქვენგან იღებს, აი თუმცა აქედან გამომდინარე თქვერჩევით აი ამ პოზიციაში, ხო? გრძნობთ, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გინდათ ამ პიროვნებიდან გამომდინარე, ხო? უკაცრავად. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მეორე ხაზის არკანებს, ეს არის ხუთიანი, ასე ვთქვათ, პენტაკლები, ხუთიანებში ვზივართ და
ზომიერების არკანი, ეს ორი არკანი. ანუ უყურეთ რა ხდება ხუთიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ან ორივე თქვენ ხო გრძნობთ ემოციურ სიცივეს ერთმანეთთან მიმართებაში, შეხედეთ. რას ნიშნავს ეს ხო? გარიყვას ერთმანეთისგან ან რაღაცად მიტოვებულად გრძნობთ თავებს ხო? ერთი მეორისგან მიტოვებულად. ხშირად რაღაცად მიგვითითებს ეს არკანი იმ მდგომარეობაზე, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ აი ამ ურთიერთობაში კი ვარ, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობ რეალურად. ხვდებით? აი ზუსტად წეღარაც აღნიშნე ხო თითქოს. აი ეს პიროვნება თავისი ქცევებით გაგზავნებთ თქვენ რას ხო? რომ ამ ურთიერთობაში კი ხართ, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად გრძნობთ. აი შეხედეთ. აი ესე ხო თქვენ როგორც აგწერეთ წინა პირველი ხაზის ასე ვთქვათ არკანებში ხო? ზომიერება რას მეუბნება ხო? რეალურად მიგვითითებს შვიდობაზე, ბალანსისა და ასე ვთქვათ შინაგანი ჰარმონიის ძიებაზე ხო ეს არკანი? აი შეხედეთ როგორი ის არის კარგად არის აღწერილი თუნდაც აი რაც მე ჩამოვთვალე ის ყველაფერი ხო? ეს არკანი შერიგების და დროებითი თანხმედრის ასე ვთქვათ სიმბოლოა. მხარეები ანუ თქვენ არ ამწვავებთ რეალურ სიტუაციას, მაგრამ არც აგვარებთ სიტუაციას. ხვდებით, ანუ ურთიერთობას თქვენ შორის და იგზნობა რა თითქოს მოდი დავიცადოთ, იქნებთ რომ დრო გვიჩვენებს, რომ მოგვიგვარებს ყველაფერს. ხო, აი ესეთ მდგომარეობაში ხართ რეალურად დღესდღეობით ურთიერთობაში, ხო? ანუ ერთ-ერთ მხარეს ანუ თქვენიდან ხო, ან თქვენ ან მას გაქვთ სიცივე და ასე ვთქვათ ტკივილი. მე უფრო თქვენიდან ვხედავ ამ ტკივილს და მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პიროვნება თვითონ ცხრიან თასებში, ასე ვთქვათ, ჩამჯდარი ეგოიზმისკენ მიდრეკილი, საკუთარ თავზე რო ფიქრობს და თქვენ უფრო ხართ აი ამ მდგომარეობაში, რომ რეალურად არ იმჩნევთ ამ ყველაფერს, მაგრამ ტკივილებში ხართ და ცდილობთ ბალანსი შეინარჩუნოთ, აი გარედან შეფუთულად, რომ ადამიანი რო შემოგხედავთ, ვერ იფიქრებს მაგას, ხო? მაგრამ შინაგანად რეალურად ძალიან იტანჯებით, იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ასე ვთქვათ, ღრმა კონტაქტზე თქვენთან მიმართებაში, აი თითქოს რაც თქვენ გინდათ, რომ ამ პიროვნებისგან მიიღოთ, არ მოდის ამ ყველაფერზე, ხო? მესამე რიგის, ანუ ხაზის არკანი არის ექვსიანი პენტაკლი. ექვსიანი პენტაკლი ზოგადად ასახავს გაწონასწორებულ ურთიერთ, ასე ვთქვათ, ენერგიის ურთიერთ გაცვლას, ხვდებით? ანუ ნახეთ რა ხდება ამ არკანის მიხედვით, ხო? რომელიღაცა თქვენგანი გასცემს მეტს და ვერ იღებს იმავე ოდენობით იმ გაცემულ ენერგიას, რასაც გასცემს, ხო? მიცემა, გაცემის ბალანსი, მიცემა გაცემა-დაბრუნების ბალანსი არის ძალიან გარღვეული აქ უკაცრავად ეს ტოპი ამერია უკვე ერთმანეთში. შეიძლება ანუ რეალურად ერთს უფრო მეტი შეაქვს ურთიერთობაში ენერგეტიკულადაც და ისედაც ყველანაირად ემოციურად და ქმედებითადაც რო ავიღოთ, ხო, მეორეს კი ნაკლები, ხო? ასევე შეიძლება აღინიშნოს ამ არკანიდან გამომდინარე, რომ აი რაღაცნაირად აი როგორი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, ხო? ერთმა მიიღო, მეორემ გადაიხადა, რაღაც ესეთი მდგომარეობაც შეიძლება იყოს, ხვდებით, აი ამ ურთიერთობაში, ხო? აი როგორ შემიძლია ექვსიანი პენტაკლი კიდე აი როგორ გეტყვით, ხო? აი რას მოგთხოვს, რომ რას უნდა დაუფიქრდეთ ექვსიანი პენტაკლი, ხო? გაძლევს კი ეს პიროვნება იმასაც გჭირდება, ანუ მეორედაირად რომ კიდევ დავფიქრეთ, ხო? არის თუ არა ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ურთიერთი გაცვლის ენერგიის საფუძველზე თანასწორი? ან თუნდაც გზნობ, რომ იღებ იმავეს, რასაც ასე ვთქვათ, გასცემ ჩემო კარგო, აი ეს მდგომარეობა, ხო? რეალურად თქვენი ურთიერთობა გადის ახლა ამჟამად ძლიერ რყევებშია და აქვს ბზარი უკვე გაჩენილი, ხვდებით, რომელიც იმალება გარეგნულად ასე ვთქვათ, წყნარ ან დაბალანსებულ ქცევაში, ანუ გარედან თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ შინაგანად და შიგნიდან ურთიერთობის ძალიან კარგად იცის ორივემ რაც ხდება, ხო? იმიტომ რომ არის ბზარები ამ ურთიერთობაში უკვე და არის რეალურად ძლიერი ნგრევები და რყევები, ხო? თქვენ შორის არის დისტანცია, თუნდაც ავიღოთ ფიზიკურ დონეზე ზოგჯერ არ იყოს, დიდი ხანი არ გრძელდება, მაგრამ ემოციური დისტანცია ძალიან აღინიშნება აქ. ჩვეულებრივად მოლოდინებია თქვენ შორის, ემოციურად გაციებულები ხართ ერთმანეთის მიმართ და ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გაყინვაც აქედან გამომდინარე
მოდის თქვენთან, ხვდებით? ამავდროულად ესე ვთქვათ, ურთიერთობაში მოქმედებს ვიღაცის ეგოისტური დამოკიდებულება თქვენი პარტნიორისა, თქმა უნდა, რომელიც კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, მაგრამ არ არის გზად მეტი ენერგია ჩადოს ამ ურთიერთობაში, იმისთვის, რომ თუნდაც განავითაროს და ან გააღვივოს, ან კონკრეტულ, ასე ვთქვათ, წერტილამდე მიიყვანოს ეს თქვენი ურთიერთობა, ხო? გრძნობათა, ასე ვთქვათ, დონეზე არის სურვილი არ გავამწვავოთ სიტუაცია, მაგრამ ეს არ იწვევს ანუ განვითარებას. ხვდებით რეალურად, ხო, კი? არ ამწვავეთ სიტუაციას, არაფერი თქვათ, შეიძლება უკაცრავად ჩხუბები და ისინი არ არის თქვენ შორის, თუმცა პატარა კამათები არ არის გამორიცხული, მაგრამ რეალურად ხო აი ეს მაინც ეს ყველაფერი როგორც თქვენ რო ცდილობთ აი ზომიერებაში იყოთ და ბალანსი დაიცვათ ამ ურთიერთობაში, ხო? როგორ ვიტყო, აი როგორ თქვა, ხო? მაინც არ იწვევს ეს ამ ურთიერთობის განვითარებას, მაინც არ ვითარდება ურთიერთობა და რაღაცნაირად პირიქით დაბალანსებული სტაგნაცია ჩამოყალიბდა ამ ურთიერთობაში, აი ზუსტად ასე რო თქვა, ხვდებით? დაბალანსებული სტაგნაცია თქვენს ურთიერთობაში, ხო? შესაძლებელია არსებობს უკაცრავად არათანაბარი არსებობს, შესაძლოა რა არსებობს რეალურად ექსენი პენტაკლიდან გამომდინარე, ხო არათანაბარი გაცვლა ენერგიების, ან თუნდაც გზნობების, ან თუნდაც რა ვიცი, ყველაფრის ერთმანეთში ერთს მეტი სურს, ან უფრო თბილია და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ჩართულია ურთიერთობაში, ვიდრე მეორე. აი ეს არის რეალურად რაც ხდება დღეს თქვენს ურთიერთობაში. ამჟამად ესეთი სიტუაცია და როგორც ასეთი მოდი დავამატოთ ესეთი კითხვა. არკანებს არ ამოვიღებ, მინდა რაღაცნაირად დავამატოთ, ანუ ასეთი ხონა მივიღოთ, ხო? რა იქნება ურთიერთობის განვითარების სცენარი? მოდი ვნახოთ 3 არკანით, ხო? რა იქნება ურთიერთობის განვითარების სცენარი? და მოდი ახლა დავიცით ამ არკანებს დავტოვებ, რომ ისე მოთავწევ ამებს, რაც იყო, ხო, თავისი ფონიანად. ეს და ეს არკანები გვაქვს ჩვენ ახლა. ეს არის ხმლების რაინდი, რაც გვაქვს ფონად, შემდეგ მოდის სიკვერთხების რაინდი, ორიანი თასები და თასების ტუზი. ნუ ახლა მე ასე ვთქვათ, განვითარებას ვხედავ რეალურად ცოტა სირთულებით, მაგრამ იქნება აშკარად, ხო? ანუ ახლა უყურეთ რა ხდება ეს ურთიერთობა, ეს კავშირი განვითარდება სწრაფად, დაძაბულად, რა თქმა უნდა და შესაძლოა ასე ვთქვათ, მოულოდნელი ნაბიჯებითაც ხვდებით, ანუ რეალურად მოდი ესე ვთქვათ, ეს არკანი მიგვითითებს იმაზე, რომ სიტუაცია მოულოდნელად გამოცოცხლდება, ფაქტია. შეიძლება სიტყვიერი კონტაქტი, ანუ ნახეთ როგორ არის კონტაქტი გექნება, ხვდებით. ანუ თუნდაც რავი იყოს შეტაკებებით სავსე, იყოს რაღაცეთ კამათებით სავსე, ემოციური აფეთქებებით სავსე, მაგრამ შედგება რაღაც ხომ და გაირკვეს, ხო, რაღაც იჩუმეში ესე ვერ გაგრძელდება, ხო? და რეალურად ანუ თქვენს ურთიერთობაში იქნება სწრაფი ემოციური, ასე ვთქვათ, სიტყვიერი რეაქციები ერთმანეთის მიმართ და არა, ასე ვთქვათ, ნელა გათვლილი ქმედებები, რაც ეღარ მიაღწერე, ხო, რაც ხდებოდა და აი შეფუთლად ყველაფერი კარგად იყო. ხო, რეალურად ეს ხმლების რაინდი არ ნიშნავს, რომ კონტაქტი, ასე ვთქვათ, აუცილებლად რაც შედგება, იქნება რბილი, თბილი და ასე იქნება სწრაფი და შეიძლება იყოს კონფლიქტურიც და ასე ვთქვათ, სარისკოც პირდაპირ ვთქვათ, ხო, კვერთხების რაინდებიდან გამომდინარე რეალურად, ხო? ეს არკანი ცხადად მიგვითითებს იმაზე, ეს არკანი ცხადად მიგვითითებს იმაზე, რომ პიროვნება ვიზეც, ასე ვთქვათ, თქვენ ასე უყურებთ ამ გაშლას, ხო? დაგიბრუნდებათ, ან გამოჩნდება ურთიერთობაში ძალიან დიდი ვნებით და მოულოდნელობებით, ხო? და მოულოდნელად ფაქტობრივად, ხო? პიროვნება იმოქმედებს იმპულსურად, ინიციატივას აიღებს საკუთარ თავზე, მაგრამ არა აუცილებლად სტაბილურად. ხვდებით აზრის თქმით ამ არკანიდან გამომდინარეც, მისი სურვილი იქნება, ასე ვთქვათ, თუნდაც ამაში დაგეხმაროთ, შეგხვდეთ ინტიმური კონტაქტი შეიძლება იყოს თქვენთან სურვილი, ხო, ამ არკანიდან გამომდინარეც, ხო? აი რაღაცნაირად აი ესეთი გამოცოცხლებული ისინი გექნებათ, რომ აი თქვენი ასე ვთქვათ, შენელებული კადრი ურთიერთობიდან, სადაც დისტანცირდით ემოციურად, მაგრამ თქოს ყველაფერი კარგად როა, ხო? ანუ რეალურად ეს
არკანიც მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, რბილი დაბრუნება და თბილი დაბრუნება, ეს არის ძალიან ძლიერი იმპულსი, მინდა ახლას იმპულსია თქვენს ურთიერთობაში, რაც იქნება განვითარებაში, ხო? ორიანი თასები, ესე ვთქვათ, ურთიერთობაში არის კარგად ვიცით რა არის, სასიყვარულო კავშირი, ემოციური, ასე ვთქვათ, მიმღებლობა ერთმანეთის და სურვილი დაახლოების, ხო? ეს არკანი რეალურად და ხშირადაც და საერთოდ ზოგადად მიგვითითებს შერიგებაზე, გულითაც საუბარზე, რაც თქვენთვის აუცილებელია, ხო? შერიგება რა, უფრო შერიგებას მე არ ვიტყოდი, უფრო გულითაც საუბრებზე მიგვითითებს, ხო? სადაც თქვენ შეძლებთ ანუ რეალურად დაამყაროთ ემოციური თანხმედრა, ხვდებით, ანუ საერთო ჯამში გაარკვიოთ და ჩამოყალიბდეთ იმაზე, რა არის თქვენთვის, როგორ არის უკეთესი და ასე შემდეგ, ხო? ამ ეტაპზე რეალურად შემიძლია თქვა, რომ აშკარა არსებობს პოტენციალი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ახლებურად განვითარების, აი იმ ურთიერთობის, საშიშ თქვენ ახლა იმყოფებით, ახლებურად რომ განვითარდეს და უფრო, ასე ვთქვათ, გზნობებით სავსე იყოს და ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ემოციებზე გზნობების გაზიარებით, ხო? თასების ტუზირაზე მიგვითითებს შემოკარგება, ეს არის რაღაცნაირად ახალი ემოციური ტალღის აფეთქება თქვენ ორს შორის. შეიძლება ფაქტობრივად აი საწყისი ატყობთ ტუზები არის რაღაცის საწყისი, ხვდებით, ანუ რაღაცა იწყება, ხო? შეიძლება იყოს ახალი ფაზის დაწყება თქვენს ურთიერთობაში, უფრო ღრმა ემოციური კავშირის ჩამოყალიბების პერსპექტივით, ხო? ან ნათლად, ასე ვთქვათ, ნათლად კაფიოთ გამოთქმული გზნობებით ერთმანეთის მიმართ, ხო? ეს არკანი გვეუბნება რას, რომ გულებს გაუღებთ ერთმანეთს, ხო? და როცა ორიან თასთან, ასე ვთქვათ, ორიანი თასი მოდის გაშლაში, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს არა მხოლოდ გზნობები, არამედ რეალურად მათი აი ესე გზნობების თანხმედრა და ღაღრმავების ნიშანია აი ეს ორი არკანი, ხო? ორიანი თასები და თასების ტუზე. ძალიან კაი კომბინაცია სხვათა შორის, ხო? აი ეს ორი არკანი ძალიან კარგად დაჭრა ერთმანეთში. ანუ ურთიერთობა მოულოდნელად გამოცოცხლდება, აი ეს თქვენია ეს რაღაცნაირად შენელებული კადრი, სადაც ორივე მარტოობაში ხართ. შესაძლოა რეალურად პიროვნებამ აი ესე უცებ ჰოპ ერთ დღეს გაიღვიძოს და დაგიკავშირდეთ სულ სხვანაირი ემოციებით, იმპულსებით, ინიციატივით, მკვეთრად გამოვლინდეს თქვენთან მიმართებაში და მოინდომოს რაღაც ესე ნებიანად და ესე სიღრმისეულად თქვენთან ურთიერთობის დაწყება, კი არა დაწყება, განახლება ახლებურად, ხო? ჩვეულებრივად ეს არის თქვენს ურთიერთობაში, რაც ახლა დღეს ხდება, შერიგების ტოლფასი, ანუ ჩვეულებრივად, ხო? ანუ აი მორიგდებით ერთმანეთში, ხო? გულებს გადაუხსნით ერთმანეთს, აღიარებთ რაღაცებს ერთმანეთთან და აი ეს ეტაპიც ახლებურად დაიწყება თქვენი ურთიერთობა, რომელიც დღეს სტაგნაციაშია ფაქტობრივად, რომელიც უკვე აი მიძინებულია, აღდგება, ხვდებით? მაგრამ საჭიროა ამისთვის, ხო? ფრთხილად იყოთ ორივე, ხო? რადგან ხმლების რაინდი, რაც ფონად მაქვს, ხო? და კვერთხების რაინდიც ნახეთ, აქვე რომელიც მაქვს, ხო? ორივე მოქმედებს იმპულსების მიხედვით და არა ღრმა გაანალიზებების მეშვეობით, ხვდებით? ამიტომ დასაწყისში შეიძლება იყოს სისწრაფე, რომელიც სტაბილურად, ანუ უბრალოდ სტაბილურობაზე არ იქნება, ხვდებით, დამყარებული. არ გარდაიქმნება სტაბილურად, ხვდებით? აი ესეთი განვითარება, ასე ვთქვათ, განვითარება მოყვება ამ თქვენს ურთიერთობას, ხო? აი რაღაცნაირად პასუხი მაინც ასე თუ ისე დააუკმაყოფილდით, იმიტომ რომ რა ხდება თქვენ შორის დღეს, ასე ვთქვათ, რო ვნახეთ ურთიერთობაში, ჩემთვის არაფერს თქმელი იყო კარგი და მე ამიტომ ეს დავამატე კითხვა და ვნახეთ როგორ იქნება განვითარება ურთიერთობის. მშვენიერი იყო სხვათა შორის, მთავარია რაღაცნაირად იმედი მოგეცემათ თუნდაც იმის ურთიერთობაში რაღაცა გამოსწორდება და იმედი მაქვს რომ ჩემი გაშლას დაგიხმარებათ ამ ყველაფერში თუნდაც და იქნება თქვენთვის გასაღები თქვენი ურთიერთობისა, რომ სწორად მოარგოთ თქვენს ურთიერთობას ეს გასაღები, რაც მე დღეს თქვენ გითხარით თქვენ სიტუაციასთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით შემოკარგება, მშვიდობიან დღეს და ყველაფერს, ასე ვთქვათ, მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებთ რა, პირდაპირ ვთქვათ. კარგად იყავით.